გამარჯობათ, მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა უფლებადამცველთა ტრიბუნა, მე მისი წამყვანი, უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ ჟავანაძე. დღევანდელი გადაცემა ეთმობა თბილისის საკრებულოში განვითარებულ ბოლო პერიოდში მოვლენებს, ეს შეეხება როგორც ტრანსპორტს, ისევე აი ცვლილებებს, რომელიც ეხლა დღესაც კი მიმდინარეობს, გადაადგილებები, ქრისტიან დემოკრატები გადმოდიან ქართულ ოცნებაში და რეალურად ცვლილებები ხორციელდება უშუალოდ სხვადასხვა სტრუქტურებში ამ კუთხით. თამამად შემიძლია თქვა, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატება იყო ტრანსპორტთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, ნამდვილად შეიძლება იმის თქვა, რომ მძღოლები, რომლებიც მართავდნენ მიკროავტობუსებს, მონურ მდგომარეობაში იყვნენ ჩაყენებული საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ის ბიზნესი, რომელიც აქვს შარანგიებს, დღესაც იყო უკონტროლო ფაქტურად, რასაც უნდა იმას აკეთებდნენ და ამ და სხვა საკითხებზე, საინტერესო საკითხებზე დღეს ჩვენ სტუმრად გვყავს მოწვეულები თბილისის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება თბილისელების თავმჯდომარე ქალბატონი გულიკო ზუმბაძე და საქართველოს გზის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ბალიაშვილი. ეს ამ ორმა პიროვნებამ მნიშვნელოვანი როლი შეიტანა აღნიშნულ გადაწყვეტილების მიღებაში. მე განსაკუთრებით მინდა გამოვყო ბატონი მამუკა, რომელიც მართლაც დღე და ღამე იყო იქ და იცავდა ამ მძღოლების უფლებებს, ალბათ აგრეთვე ქალბატონი გულიკო, რომელიც ნაგავსაყრელთან დაკავშირებით ჩვენც ვიყავით იქ შეხვედრაზე და უკვე მიღწეულია გარკვეული შეთანხმებები და რაღაც დადებითი სიმპტომებია. და მოდი პირველი კითხვით გადმოვალ ბატონ მამუკა თქვენთან, ანუ სრულად დაკმაყოფილდა თუ არა ის მოთხოვნები, რაც ჰქონდათ მძღოლებს, რა სიტუაცია დღეს, გარკვეული რა თქმა უნდა შედეგები არის, მაგრამ არის გარკვეული პრობლემები იქაც. აი, იქნებ გითხრათ ამის შესახებ და შემდგომ გამარჯობა, მოგესალმებით. დეტალური, ასე ვთქვათ, ინფორმაცია რომ გქონდეს საკითხთან და პრობლემასთან დაკავშირებით, ერთს დავამატებ, რომ შარანგიები ახსენეთ. თუმცა მე მაქვს ინფორმაცია, რომ შარანგიებთან ერთად ბატონი ხუჩამაკაც არის ბიზნესმენი და ისიც გავიგე ბოლო დღეების განმავლობაში, რომ თითქოს ეს, ასე ვთქვათ, კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებული ბიზნესი, გულისხმობ მიკროავტობუსების ბიზნესი, შარანგიებმა, ასე ვთქვათ, გაუცვალეს რესტორნის სანაცვლოდ ბატონ ხუჩამაკაცარიას და ამბობენ, რომ ძმები შარანგიების ინტერესი აღარ არის. ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი პასუხისმგებლობის საკითხი ქალაქ თბილისის ხელმძღვანელობასთან ერთად დღის წესრიგში არ დგას. რაც შეეხება მძღოლებთანების ირგვლივ მიკროავტობუსის მძღოლების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, ეს საკითხი რაღაცომღაც იყო მცდელობა და რომ გადაყვანილი ყოფილიყო სხვა ჭრილში, თითქოს ეს იყო მხოლოდ მძღოლების პრობლემა და კომპანიის პრობლემა და ეს ერთი ორგანიზაციის თანამშრომლებს შორის წარმოშობილი დავა. კომპანიის ხელმძღვანელობასა და მძღოლებს შორის. და სხვათა შორის ბოლო ეთერებით, რაც პირდაპირი ჩართვები ბატონო გულავას ჰქონდა და სადაც მეც მათ შორის, ქალბატონ გულიკოსაც მათ შორის საკმაოდ ესე უხეშად მოგვიხსენიებდა ქალაქ თბილისის მერი და უნდა აღვნიშნო, რომ უზრდელია თბილისის მერი, როდესაც რაღაც ამ ფორმით განცხადებებს აკეთებს და გარკვეულწილად ეს სხვა მედია საშუალებებზეც გავრცელდა და მათ შორის თქვენს, როდესაც მეკითხებით ახლა მძღოლების ინტერესი და მძღოლების უფლებები. კი ბატონო, ჩვენ ვიცავდით მძღოლების უფლებებს, მძღოლების ინტერესებს, თუმცა ამის პარალელურად უგულავამ შეეცადა გადაეყვანა მხოლოდ მძღოლების ჭრილში ეს პრობლემა, აქ დგას თბილისელების პრობლემებიც, მგზავრების პრობლემები და ეს საკითხიც დღის წესრიგში დგას. არ შეიძლება პასუხისმგებლობის თუ ისიც საკითხი. და მერის ცხადია. არ შეიძლება აი რა ვერ შესრულდა რაღაცა იქ დათხოვებზე წავიდე. ვერ შესრულდა, აქ ორი ინტერესია ხო გეუბნევით და შეიძლება სამიც. ერთი ინტერესი, რომ სამართლიანობის აღდგენის საკითხი, რომ ტენდერი ჩატარდა კანონდარღვევით და ეს ყბადაღებული თემაა და სამართლიანობა უნდა აღდგეს ქვეყანაში და ქვეყანაში მიმდინარეობს აღდგენის პროცესი ახალი ხელისუფლებაა, თუმცა ქალაქში, ასე ვთქვათ, თბილისის დონეზე და რაც საკრებულო და მერის კომპეტენციის საკითხებია, აქ ბუნებრივია ვერა, ვინაიდან ქალაქ თბილისის მერი კვლავ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერია. მეორე საკითხი აქ არის მძღოლების ინტერესი, როდესაც პრობლემაზე ვსაუბრობთ, რომ მათ აქვთ მთელი რიგი პრობლემები, რომლებიც უნდა დარეგულირდეს და მესამე არის საზოგადოების მგზავრების ინტერესი, რომ მათ უნდათ იმგზავრონ არა 90 ტარიფით, არამედ სამართლიანი ტარიფით და ეს სამართლიანი ტარიფი არის 50 თეთრი. ანუ ჩვენ თუ კომპლექსურად მიუდგებით ამ საკითხს, მაშინ შემიძლია მე თამამად ვთქვა, რომ არაფერიც არ შესრულდა.
მაგრამ თუ ცალკე გამოვყოფთ რაღაცა დეტალს, რომ ძღოლების რაღაცა მოთხოვნების რაღაცა რაოდენობა დაკმაყოფილდა თუ არა, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაპირება არის, რომ 1 მარტამდე ამ მიმართულებით მდგომარეობა გამოსწორდება. ანუ ჯერჯერობით არაფერი ჯერჯერობით კონკრეტული დაპირება, რომელიც იყო და შესრულდა, ესეთი არ არსებობს. არსებობს გეგმასთან დაკავშირებით რაღაცა ელემენტარული, რაც შეიძლება მძღოლისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ საზოგადოებისთვის უმნიშვნელო. ქალბატონო გულიკო, მე მინდა ვნიშნო, რომ თქვენ გარკვეულწილად იცით იქ რაც ხდება საკრებულოში და აი, როდესაც მამუკა მახსენა იქ უგულავას გამოსვლებთან დაკავშირებით, თქვენც არც თუ ისე დადებით კონტექსტში მოგიხსენიათ მერმა, იცით რა ეს უკვე ალბათ ყოველგვარ ზღვას წილდება ეხლა. არც მინდა მაყურებელს მინდა პატივი ვცე, ის სიტყვები არ ეხა წულუკიას შეეკითხნენ სხვათა შორის ერთ-ერთ მის გამოსვლაზე და არ ვიცი ისეთ რაღაცეებს ეს კაცი მართლაც არ ვიცი რა, უკვე გასულია მომსახურების არედან მე მგონი რა და იცით რა მინდა თქვა აი თუ კი თქვენ ძალიან მომეწონა თქვენი გამოსვლა დღეს რომ ვიყო ჩვენ საკრებულოში უმრავლესობა ეს საკითხები იგივე ნაგავსაყრელი საკითხი იგივე ეს საკითხები გადაწყდება უფრო უთკივნეულოდ აი ტენდერების საკითხთან დაკავშირებით ფაქტია მამუკამაც აღნიშნა რომ ეს ტენდერები კანონდარღვევით ჩატარდა გამარჯვებინეს იმ ფირმებს 100 ლარიანი ბიუჯეტი ქონა თითოეულს ერთი და იგივე ადგილზე რეგისტრირდა ხო რესტორანში GMC ჯგუფის დამფუძნებლები და აი თუ შეიძლება რომ აი ეს ტენდერები გადაიხეთოს ეხლა იცით მას რა ქვია უბრალოდ თბილისელებს ისაღებლებთ რომ ეხლა თუ ეს კომპანია გავიდა ხო არ დავრჩებით კიდე ისე უტრანსპორტოთ მაგრამ რეალურად ეხლა თუ კი ვთქვათ ჩატარდება ტენდერი სანამ ახალი კომპანია შემოვა რეალურად ეს კომპანია მოემსახურება ქალაქს და რეალურად აი თუ არის ამის ბერკეტები იმიტომ რომ რეალურად ეს კომპანია ვერ უზრუნველყოფს სწრაფ და უსაფრთხო გადაადგილებას თბილისელების დღეს დიახ ვერც ერთი რომ ახვიდეთ სულ გაჭედილია არ არის იმდენი ტრანსპორტი აი ეს როგორ გესახება თქვენ რომ ეს ტენდერები გადაიხედოს და თქვენი შეფასება ეს ბატონ ნიკოლოზ ტენდერების თემა კიდევ ერთი ცალკე თემაა და ეს კი კიდევ ერთი უსამართლობის სფერო ნაწილი მერიისა და საკრებულოს უმრავლესობის ვიცი ტენდერები როგორ სტარდებოდა და ეს ტენდერი მიკროავტობუსებთან დაკავშირებით უკვე ყბადაღებული თემა იყო, ну ისეთი ზედაპირზე, ისეთ ძლავრად იდოან კანონდარღვევა სერიოზული, რომ ეჭვსაც არ იწვევს, რომ ეს ცალსახად ის იყო უკანონო ტენდერი და ფიქრობთ, რომ უნდა დადგეს ამ ტენდერის გაუქმების საკითხი, სამართლიანობა აღსდგეს. ცალკე საკითხია, რომ მაშინ დაირღვა იმ ძღოლების, იმ ხაზების მეპატრონების ინტერესების, რომელიც ინდივიდუალურ რეჟიმშია შესასწავლი ყველა შეიძლება ერთნაირად არ განვიხილოთ როგორც დაზარალებული, მაგრამ არიან ადამიანები, ვინც ბინაჩადო რომ ეყიდა მიკროავტობუსი, გადაიხადა პროცენტიანი ვალი აიღო და დღეს არის უკიდურეს ძიმედ მდგომარეობაში, რომ ასე უბუდიშოთ, ჩამოართვეს მათ ეს ხაზები და გადაეცა კომპანიას, რომელიც 20 სხვადასხვა კომპანია დარეგისტრირდა ერთ მისამართზე რესტორანში, ყველამ კარგად ვიცით ეს რაც მოხდა. აქ რა თქმა უნდა ამის უკან დგას გიგი უგულავა, ნაციონალური მოძრაობა. ისინი ფიქრობდნენ რომ ჩვენ ვართ და ჩვენი ნაბადი, ჩვენ ვიქნებით გარგახანს ხელისუფლებას, ჩვენ არ მოგვეკითხება სამართალი და ვერ წარმოედგინა თუ ასე კრახი დამთავრდებოდა 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევანი. დღეს ჩვენ გვაქვს მძიმე ამოცანა ქართულ ოცნებას, ახალ ხელისუფლებას და კერძოდ რა, სამართლიანობის აღდგენა. იმდენი პრობლემებია დაგროვილი, ბატონ ნიკოლოზ და მინდა მაყურებელსაც ვთხრა, უამრავი პრობლემები დღეში რამდენი ადამიანი მოდის თავისუფლებების აღდგენის მოთხოვნით. ეს გახლავთ სკოლებიდან დათხოვილი დირექტორები, მასწავლებლები, ბაღებიდან განთავისუფლებული დირექტორები და მასწავლებლები, ადამიანები, რომელსაც საკუთრება წაართვეს, ადამიანებს, რომელსაც რაღაცა ტერიტორია ბიზნესი ჰქონდა, დაუყადაღეს, უამრავი ადამიანი, რომლის ღირსება იყო შელახული და უკანონოდ უსამართლოდ მოექცნენ ამ ადამიანებს. ანუ ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვილი და აი რომ ვთქვი, რომ ხელისუფლებას წინაშე დიდი ამოცანა დგას, აქვს საზოგადოებას აქვს მოთხოვნა ინტერესი რომ აღდგას სამართლიანობა. მე ვიცი რომ პროკურატურაში უამრავი განცხადება, რაღაცა ასტრონომიული ციფრი სახელდება, რომ განცხადება სწორედ ამ სამართლიანობის მოთხოვნით საზოგადოებას გაუჩნდა ის განცდა, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში ისინი ასე ვთქვათ აღადგენენ თავის დაკარგულ სამართალს, აღიდგენენ რაღაცა წართმულ ღირსებას, გონებას ეხება თუ სხვას. თქვენ ახსენეთ ნაგავსაყრელს, სანამ ნაგავსაყრელს შევეხებოდე, მინდა გითხრათ ისევ ტენდერებს შევეხო. აი ტენდერით მოხდა მიკროავტობუსი, ტენდერით ხდება ნაგავსაყრელზე მონიტორინგის ჩატარებაც. ესე იგი, ტენდერში გაუმარჯვია ერთ კომპანია, ერთ ასე თქვა ნათაძის სახელობის ჰიგიენის ინსტიტუტს.
რომლის დასკვნაც ქაბატონ ნინო ჩხობაძემ რო ნახა და ქაბატონ ნინო ჩხობაძეს დაეჯერება, იმიტომ რომ ეს სერიოზული ექსპერტია ამ საკითხებში, გაუცდა რომ დანადგარებზე რომელზეც ამ დასკვნაში იყო ლაპარაკი, საერთოდ არ არსებობს ბუნებაში იმ ტერიტორიაზე. ეს ქარისდამცავია თუ ფრინველების დაბრუნებით თუ სხვა რაღაცა საშუალებები და არც ის დასკვნები ზეპირად არის დაწერილი. ესე იგი კითხვის ნიშნის ქვით დგება ის ტენდერის თამამად შეიძლება თქვა, ბოდიშ ჩაგდებ, ეკოციდს უწყობენ დედაქალაქის და იქ თქვენ არ დაგავიწყდეთ ზემო სამბურის მაგისტრალში, სადაც ჩაედინება ეს ფეკალიები და ეს დაგავი, მე რო ეს თბილისის წყალი 20%-ით სარგებლობს. ამ ნაგავს ეყოთან დაკავშირებით მინდა კიდე განმარტება მიცოთ თბილისელებმა ყველას უნდა აინტერესებდეს მე რომ იქ არ იყრება მე საცხოვრებელთან. აი სად მიდის ჩემი ნაგავი, ჩემი ნარჩენები, ჩემი ოჯახის ნარჩენები, ხო? გდანიდან გადაიტანეს მანამდე ლილოს დასახლებაში იყო ერთი ნაგავსაყრელი და ჩემი მაშინ არასოდეს ორგანიზაციას წარმოვადგენდი და ჩემი კოლეგის სასამართლოს შევიტანე დაგვეხმარენ მაშინ ფინანსურად სხვა არასოდეს ორგანიზაციები ადვოკატი გვაყვანეს დავახურინეთ ის სასამართლო გზით დავხურეთ. გდანის ნაგავსაყრელი მოაშორა გიგუგულავამ წინა საარჩევნოდ გდანელებს და დაპირებით რომ აი როგორ კარგი მერი ვარ და ეს არჩევნებისთვის აწყობდათ მათ და არც კითხეს ლილოს დასახლებაში ლილოს დასახლება ნასაგური წინუბანი ლეკარი ბროწეულას ასე სააგარაკე დასახლება იმ კერძო მესაკუთრეთა მიწებზე გააშენეს ეს ნაგავსაყრელი და იმ პირობით რომ ეს იქნებოდა ულტრათანამედროვე ქარხანა გადამამუშავებელი საიდანაც მიიღებდნენ გაზს და იმ სოფლების მაცხოვრებელს იქნებოდათ უფასო გაზი არ გადაიხდნენ დასუფთავების გადასახადს დასაქმდებოდნენ ну მოკლედ ვინც აპროტესტებდა მაშინ აი ამ ნაგავსაყრელის იქ მოწყობას ის ადამიანი ერთ-ერთი მაგალითად თამარ თინაშვილი სკოლის მასწავლებელი იყო სკოლიდან დაითხოვეს მისი მეუღლე პოლიციაში მუშაობდა და პოლიციიდან გამოუშვეს დღეს რომ თუნდაც დღეს აი დებატები მიმდინარეობს პარლამენტში საუბრობენ რომ აი თქვენ ეს გაუშვით ეს ადამიანები ეს გაუშვით გასაგებია მაგრამ აი ეს რეჟიმი მაგათმა შემოიტანეს ანუ დღეს ჩვენთან არ არის ჩინოვნიკი თავისუფალი პარტიული ზეგავლენისაგან თავრობები შეიძლება იცვლებოდეს მაგრამ ადამიანები ადმინისტრაცია სისტემაში დასაქმებული აგრძელებდნენ კეთის სინძისრა თავის მოვალეობას, მაგრამ ჩვენთან ეს არ ხდება, ჩვენთან ხდებოდა მხოლოდ პარტიული ნიშნით. ტენდერები პოლიკლინიკების გასხვებასთან დაკავშირებით. რატომღაც მედისონი, მედიკომი აღმოჩნდა კომპანია, რომელიც სულ იგებს და იგებს ამ პირველადი ჯანდაცვის ობიექტების გასხვისებას. და ჩვენ გვქონდა ამასთან შეხებაც, და დღესაც აპროტესტებენ მაგალითად მე-13 პოლიკლინიკის თანამშრომლები, ეს არის ოპერასთან, ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჭავჭავასა ლაღის ქუჩაზე, გაიყიდა ეს ერთი შენობის გარეშე და ერთი შენობიანიდან თავისი პერსონალიანა და ადამიანებს და აი ამ მის წარმომადგენელს ვინც იყიდა, ვინც გაიმარჯვა არ აქვს თანხა და აპირებს ამ ვითომ და მოგებულ ტენდერში გამარჯვებას შენობის ჩადებას ბანკში. ნუ აიღო 700.000 და მე მოახმაროს რაღაცას. აი საბოლოოდ გულიკო თქვენ აი ესე ტარდება ტენდერები მე ჩვენი გუგლოვას პირობებში. აი ყოფილი ხა მე მინდა შევახსენო ტელემაყურებელს და რადიოსფეროს რომ ეთერშია გადაცემა უფლებადამცველთა ტრიბუნა თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ 2-388-105 ან Skype-ით დაგვიკავშირდეთ ობიექტივზე და შეგახსენოთ რომ ჩვენი გადაცემის სტუმრებია საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება თბილისელების თავმჯდომარე გულიკო ზუბაძე და საქართველოს გზის ერთ-ერთი ლიდერი ბალიაშვილი. და აი ტენდერებს რომ შევეხეთ, მე ვიცი რომ აი თქვენ ახსენეთ პროკურატურაში შეტანილი საჩივრები. მამუკა თქვენთან გადმოვა კითხვით, აი მე ვიცი რომ თქვენ ერთ-ერთი ავტორი ხართ აი გუდაურის განვითარების პროექტთან დაკავშირებით, მე ისიც ვიცი ხა გამოძიების ინტერესები და გამომდინარე ხა იქ რას მასალები მიაწოდეთ, იმას ვერ იტყვით, მაგრამ რეალურად აი დარღვევებთან დაკავშირებით თავისუფლად შეგვიძლია ვილაპარაკოთ თქვენ რა ინფორმაციასაც ფლობთ. რეალურად დედაქალაქი რომელსაც თავისი საზღვრებში მდებარე ტერიტორიისთვის ვერ მიუხედია გადადის სხვა ტერიტორიებში. შენი მაცხოვრებლები ნაგავში რო იქექებიან, სოციალურად დაუცველი ფენები არიან. ის პრობლემები უაგვარე, ვინც მანდატი მოგცა რომ შე პრობლემები ამოხრა, ჩემი აზრია, ის რომ აი ნამდვილად თქვენ ახლა ნაგავსაყრელი ახსენეთ. ეკოციდი ხდება ნამდვილად. აი დედაქალაქის მოსახლეობისა და ამის შესახებ კიდე არაერთი დაიდება მტკიცებულებებია თქვენ იცით თუ არა ქალბატონო გულიკო სანამ მამუკასთან გადავიდოდე სიტყვით რომ იქ ვანო მერაბიშვილს და კახა ბედუქიძეს აი ლილოს მოსახლეობის აზრით ქონიათ ესე იგი ფერმა ესე იგი ეს არის ქათმების ფერმა რომელთანაც მიდის გაზი ეს ნაგავსაყრელი და უნდა გამომუშავდეს გაზი და ის გაზი მივა შემდგომ ალბათ დიდ ობიექტზე და რეალურად ესე იგი წარმოიდგინეთ თქვენ რომ აქაც კი იკვეთება მათი ინტერესები და უამრავი მიწები თქვენ რო კერძო საკუთრება ახსენეთ იმ მაცხოვრებლების მიწები ალბათმა შეისყიდეს
ძალიან იაფასებში და ეს მოსახლეობა დატოვეს მიწების გარეშე. აი პატრონო თქვენ აი გუდაურთან დაკავშირებით იქნებ გუდაურთან დაკავშირებით პროკურატურის დაინტერესებაზე იმედია რომ ეს საზოგადოების სახლის დამსგავსებული პროკურატურა ეხლა გუშინ კარგად უთხრა აი ნამდვილად არ არის შეურაცხყოფელი, როდესაც პროკურორი მიდის ქალაქის მერთან დაკითხვაზე და თვითონ უგულავა შეურაცხყოფს ამით კანონმდებლობას, იმიტომ რომ არავის არ აქვს უფლება შეურაცხყოფა მიაყენოს. გარდა ერთი შემთხვევისა, თინა ამბობდა გუშინ ასე ვთქვათ ერთ გადაცემაში საუბრობდა სწორედ ამ დაბარებასთან დაკავშირებით თინა ხიდაშელი, რომ ერთადერთ შემთხვევაში მიდის პროკურორი დასაკითხ პიროვნებასთან თუ ის პატიმრობაში იმყოფება. და ალბათ უგულავა თავს მართლაც პატიმრად გრძნობს იმ ასე ვთქვათ რეალობაში და სიტუაციაში, რაშიც დღეს ვიმყოფებით. მაგრამ მე დიახ და გუდაურის განვითარების ფონდს რომ შევეხოთ და არა პროკურატურა ფინანსურ პოლიციის დაინტერესებას ამ საკითხთან დაკავშირებით, მანამდე გადატანასთან დაკავშირებით ასე ვთქვათ დაქვემდებარებაში გადმოსვლას გუდაურის თბილისში ჯერ ამაზე გავაკეთებ იმ პირობებში, როდესაც ნახევარი თბილისი და სახლები ასე ვთქვათ მიწისძვრის შედეგად ავარიულ მდგომარეობაში იმყოფება, კედლები დახეთქილია და რა პირობებში ცხოვრობს ხალხი, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით. იმ პირობებში, როდესაც ტრანსპორტზე ვლაპარაკობდით და დასრულებული უნდა იყოს უკვე თუ არა 2013 წლის ბოლოსთვის პროექტით ასე იყო ყოველ შემთხვევაში ტრამვაის ხაზების გაყვანა თბილისში და ტრამვაი უნდა მოძრაობდეს იაფი ტრანსპორტი და ტრანსპორტში ამხელა მონოპოლია აქვს და არაფერი არ გაკეთებული ხა. დიახ, 2013 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულებული იყო, თუმცა არც დაწყებულა. იმ პირობებში, როდესაც ასე ვთქვათ, ამ მდგომარეობაში, სოციალურად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება სრულიად თბილისი. იმ პირობებში, როდესაც ძველი თბილისი პრაქტიკულად იერსახე დააკარგვეს და მე თქვენი გადაცემის სტუდიის ფონად არის ძველი თბილისის მეიდნის ტერიტორია, სადაც ყოველ შემთხვევაში ამ ბანერზე არ არის ის საბაგირო მახინჯიშუშის შენობა, რომელიც მიადგეს შემდეგ. მე პოლიტიკოსი ვარ და პოლიტიკოსობა ალბათ გარკვეულწილად უფლებადამცველობასაც გულისხმობს. მაგრამ პირველ რიგში ძველი თბილისის დამცველი ვარ და ძველი თბილისის ტერიტორიაზე გავლის სურვილი დამეკარგა. ეს მდგომარეობაში ჩააყენეს და გარკვეულწილად აქედან თანხების ამოღება მიმდინარეობს. ერთია არამიზნობრივად ხარჯვა და მეორეა გარკვეული გასხვისებების გზით, რიყის გასხვისება ყველა ძალიან კარგად გვახსოვს, აქედან თანხების ამოღება. და ამ ყველაფრის ფონზე რა მდგომარეობაშიც ამ ადამიანებმა და გიგი უგულავამ თავისი 8 წლიანი მართლობის პირობებში თბილისში. ჩააყენა თბილისი, თურმე მართვაში უნდა გადმოიტანოს გუდაური და გუდაურზე რაღაც თანხები უნდა ხარჯოს. მე ვიყავი ამაზე სხვადასხვა პერიოდის განმავლობაში, სხვადასხვა პოლიტიკური განცხადება მაქვს გაკეთებული, მათ შორის წერილობით მიმართებ ფინანსურ პოლიციას, სადაც რამდენიმე საათის განმავლობაში, საკმაო პერიოდის განმავლობაში მე გუშინ ფინანსურ პოლიციაში ვიმყოფებოდი დაკითხვაზე. და გარკვეული ინფორმაციების გაცვლა მოვახდინეთ გამომძიებელთან. იცით რა მდგომარეობაა? ერთია ინფორმაცია, რომელსაც გუდაურის განვითარების ფონდის ხელმძღვანელობა გვაწუდის და მეორეა თბილისის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში და სხვადასხვა ციფრი წერია. ამ ფორმით დანაშაულზეა უკვე საუბარი და ეს დანაშაულია, როდესაც ატყუებენ საკრებულოს დეპუტატებს. თუ თავს იტყუებს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატთა გარკვეული რაოდენობა საკრებულოში ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ თავს არ იტყუებს ის ნაწილი, რომელიც დღეს ჯერ კიდევ ოპოზიციაში იმყოფება. ამდენად მე იმედს ვიტოვებ და კონკრეტულ დარღვევებზე ვერ გავჩერდები და ვერ ვისაუბრებ იმდენად რამდენადაც თვითონ დარღვევაა თავისი არსით გუდაურის განვითარების ფონდის ჩამოყალიბება და გუდაურის თბილისისათვის მართვაში გადმოცემა. კოკი იონათამიშვილი იცით რას ამბობდა, როდესაც გადმოცემა ხდებოდა გუდაურის განვითარების ფონდის, რომ თბილისს საგანგებო სიტუაციების მართვის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების. მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის არსებობს ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტრო. ბატონი ნარმანიას უწყება დღეს უკვე, რომელიც აღარ ეკუთვნის ნაციონალურ მოძრაობას. ხოლო საგანგებო სიტუაციებზე, როდესაც ვსაუბრობთ, საქართველოს არ ნიშნავს მხოლოდ თბილისს. საგანგებო სიტუაციების მართვა უნდა შეეძლოს ყაზბეგის მუნიციპალიტეტსაც, რომელიც დაქვემდებარებაში არის გუდაური, ბათუმსაც, სადაც გვიყურებენ და იქაც ტალღა გადავიდა, ასე ვთქვათ, მიკროავტობუსების ბრძოლების და გაფიცულები არიან, თუ არ ვცდები მეორე დღეა და სოლიდარობას უცხადებ ბათუმელებს და მათ შორის ბრძოლებს. დარწმუნებული ვარ მოთხოვნები ანალოგიურია რა პრობლემების თბილისში დადგა. ამდენად
და დაუბრუნდები ისე გუდაურს. მე ვფიქრობ, შესაბამისი პიროვნებების აქ ჩვენ საუბრობთ ახლა ფინანსურში მე ვიყავი ფინანსურ დანაშაულზე. თუ მიმდინარეობს ხარჯების თანხების არამიზნობრივი ხარჯვა ფონდის მიერ. მაგრამ ალბათ ეს პროკურატურა დააყენებს პასუხისგებლობის საკითხს უკვე თვითონ გადაწყვეტილების სამართლიანობის საკითხს. რამდენად სამართლიანი იყო ის გადაწყვეტილება, რომ პრობლემებით დატვირთული თბილისიდან 20 მილიონი დამატებით გადავისროლეთ გუდაურის განვითარებისათვის. რომელი განვითარებაც მე დარწმუნებული ვარ, საუბრობენ იქაც ხუჩა მაკაცარიას ინტერესებზე. გიგი უგულავას ინტერესებს და მე არ მეპარება ეჭვი, თუმცა ეს ეჭვები გამოძიება მან უნდა ეს ხუჩა მაკაცარიამ ლაშა მაკაცარიას რამე ხო არ არის გუბერნატორი როა იმერეთში ეს. მე ვერ გეტყვით არ გამოურიცხავ არაფერს იმ პირობებში ყველა ვიღაცის ვიღაცა იყო. ოღონდ ეს არ იყო რაღაცა კომპეტენციის და პროფესიონალიზმის ნიშნით დანიშნები და იმ ნიშნით რომ ვიღაცას ბიზნესმენის ნიჭი აქვს და მე რა რომ პოლიტიკოსის ძმა არის. ეს იყო სწორედ იმ კავშირების გამოყენებით, რა კავშირების ხელისუფლება. ხალხო გულიკო, მე პრობლემები ახსენა, რომ უამრავი პრობლემებია თბილისში და მაშინ გადაისროლეს, ესე იგი ამხელა თანხა გუდაურის განვითარებაში და ამ პრობლემებს მინდა შევეხოთ თქვენის ნებართვით რა. ეხლა ძალიან დიდი ყველაზე აი სამარცხვინო ასე ვთქვათ პრობლემა არის უსახკაროების პრობლემა. და 21 საუკუნეში ეს პრობლემა არ უნდა ედგეს თან იმ პირობებში, როდესაც სიღატაკე შევამცირეთ, გულავა ამბობს ამაზე. მაყურებლის ზარი არის ეთერში და თქვენ გააგრძელეთ კითხვას რომ დასვამს კი ბატონო გავუსმენთ მაყურებელს ეთერშია მაყურებელი თხოვთ ისმენთ როგორ ჩანს ვერ შემოვიდეს ესე იგი სააკაშვილის რეჟიმი ნაციონალური მოძრაობის რეჟიმს არ უნდოდა რომელიმე პრობლემის დამთავრება, დახურვა და გვერდზე გადადება, რომ ეს უკვე მორჩა, აღარ არის პრობლემა. ასეთ იყო კოოპერატიულ ბინავჩეულთა დაზარალებულების პრობლემა. უამრავი ადამიანი ამ კუთხით. ესე იგი 20 წლის განმავლობაში რომ შენ 5 კაცს აკმაყოფილებ და წელავ ამ პრობლემას, ეს ხალხი, ეს 900 ადამიანი ყავს მოლოდინის რეჟიმში და ხელში გიჭირავს საარჩევნოდ. ასევე სოციალურ დაუცველი ადამიანები, ასევე დაუსაქმებელი ადამიანები, ანუ პრობლემას ყოველთვის ინარჩუნებდა სააკაშვილი, არ ხურავდნენ ამ პრობლემას, იმიტომ რომ მუდმივად ხელგაწვდილი და მათ მოიმედე ადამიანი აუმრჩეველი ეგულებოდეთ ჯიბეში ჩასმული საარჩევნოდ. ჩვენი მიდგომა იქნება ასეთი, რაც შეიძლება მალე დამთავრდეს პრობლემების მოგვარება. როგორც არის ეს კოოპერატიული ბინავჩეულები დაზარალებული, როგორც არის განთავისუფლებული პედაგოგებისა და დირექტორების საკითხები, აი ეს ხალხასამუდამოდ გაირკვეს, დამთავრდეს. ხალხო შალი კითხებით ერთ კითხვას დაგისვამთ, აი ეხლა სულ შორს რო არ მწავიდეთ, აი კარავი არის გახსნილი, აი სოციალურ დაუცველ მოსახლეობას და აი იცით რა მაინტერესებს, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რაში იხარჯებოდა დედაქალაქის ბიუჯეტის თანხები რაღაც უაზრო კონცერტებში, ეხლა კარგია ეს გასართობი პროგრამა, მაგრამ როდესაც შენ მშიერი ყავს მოსახლეობა და თანხებს უცხოელი მომღერლების ჩამოყვანაში ხარჯავ, ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი და აი თუ შეიძლება რომ ქალაქის ბიუჯეტი თუ შეძლებს იმას, თუ შეწდება იმას, რომ აი სოციალურად დაუცველი ფერები, რომლებიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან, რომ მიიღონ გარკვეულწილად დახმარება ამათმა, ეს შემწეობად შეიძლება დავარქვათ თუ არ ვიცი რა შეიძლება, და თანხები გამოიყოს, რომ ამ ადამიანებს ჩვენ ელემენტარულად სიცოცხლე გადაურჩინოთ, იმიტომ რომ მართლა მძიმე მდგომარეობა არის ამისი რეზერვი. ამას უმჭირდება ნება ჭირდება, ამას ჭირდება საკრებულოში უმრავლესობა და რა ის უმრავლესობა, რომელიც დღეს გვაქვს სახეზე და ნებისმიერ პროექტს ან შემოტანილ წინადადებას ნოტარიულად გაუფორმებს გიგი უგულავას, ეს აღარ უნდა იყოს, უნდა დამთავრდეს. თბილისელებმა 2012 წლის 1 ოქტომბერს გააკეთეს არჩევანი ქართული ოცნების სასარგებლოდ და ისინი ვეღარ ეგუებიან ადგილობრივ ხელისუფლებაში ნაციონალების ყოფნას და მათ პარპაშს. და პარპაშ ვარქვე მე იმიტომ რომ როდესაც 600 მილიონი გაქვს ბიუჯეტში და ყველანაირად ცდილობ რომ მოარგო შენ პარტიულ ინტერესებს და შენ პოლიტიკურ მდგრადობას მოახმარო ეს თანხა, ამას ხედავს საზოგადოება და ჩვენ აი ცოტა ხნის წინ ხომ ყველასთვის ცნობილია რომ 764 ადამიანი დასუფთავების სამსახურში ყავდათ გაფორმებული და ერთი ახალი ამბავი მინდა გითხრათ. გიგი უგულავამ აი ახლაც ესე იგი მყარად ჩამოყალიბებულო ჩვენ ქალაქს არ შეეხება და ჩვენ აქ უმრავლესობა ვართ ამტკიცეთ ვიქნებით, შემოიღო სამეთვალყურო საბჭოები მერის სამსახურებში.
და სხვადასხვა იგივე კობახაბაზე და ვიღაცები დაასაქმა 200-2500 ლარიანი ხელფასით საკმაოდ შემოსავლიანი ადამიანები დაასაქმა ყველა სამსახურებში ეს გამგეობები გაყო 1000-6-ის მაგივად 10 გამგეობა და რა თქმა უნდა ფიქრობს რომ იქაც თავის ხალხი დაასაქმოს და საბავშვო ბაღებში სამეურვეო საბჭოები შემოიღეს და იქ ორი კოორდინატორი, ну თუ არის 5-10, აუცილებლად ორი კოორდინატორი, მათი აქტივისტი, კოორდინატორი ხელფასიანი. და წავიდა ბაღებში წარდგენებით, ხო წამოდი ეს არის უპასუხო და საინტერესო რაღაცას ვამბობ. დავამთავროთ აი ჩვენ მაყურებელს პატივს და ისმეთ და გავაგზავნოთ მოგესალმებით. აი თვითონ მე შეიძლება თემატურად ახლა ამ თქვენ საუბარს არ ეხებოდეს, მაგრამ ერთი შეკითხვა მაქვს შეიძლება. მე ძალიან მაინტერესებს ონკოლოგიური შესახებ რამოდენიმე კითხვა. ონკოლოგიური როგორც მოგეხსენებათ, გაიყიდა ჩინელებზე, მოვიდნენ ჩინელები დაანგრიეს, მიანგრიეს, მოანგრიეს და მაისის ბოლოს უნდა დამთავრებული იყო მათთან ხელშეკრულება. იმიტომ რომ ვერაფერი ვერ გააკეთეს, როგორც საავადმყოფო მათ ის ვერ გადაახალისეს, არამედ როგორც ჩანს აკეთებენ როგორც სასტუმრო. ეხლა ამბობენ რომ კიდევ აგრძელებენ კონტრაქტს მასთან, ჩინელებთან და რასაჭიროა ჩინელები, რომლებმაც ვერაფერი ვერ შეძინეს, როგორც სამკურნალო ცენტრს ონკოლოგიურს. მე მაინტერესებს ეხლა რას ფიქრობს მთავრობა, მასზე უნდა მთლიანად გაანადგუროს ონკოლოგიური თუ ფიქრობს მის აღორძინებას. იქ არაჩვეულებრივი მედპერსონალი, სპეციალისტები იბრძვიან, ქრონიკაშიდაც იყო წერილები, ტელევიზიითაც იყო გამოსვლა. კარგით, მადლობთ ქალბატონო, დიდი მადლობა. ეხლა ონკოლოგიურთან დაკავშირებით თუ გვაქვს თქვენ ინფორმაცია, ხა მე დანგრევით იქ არ დანგრევ, რაღაც რემონტი მიმდინარეობს, ამათ ვიცი ინფორმაცია მე ფუნქციონირებს. კი, და იქ ეხლა გაკეთდა კერძო კლინიკა, რომელიც ემსახურება, მაგრამ ეხლა იქ როგორ გასხვისდა და ის ეხლა ეგრომ პროკურატურა გამოიძიოს. თვითმმართველობის თემაც ხდება ჩვენ თვითმმართველობის თემას, თუმცა რა თქმა უნდა საინტერესოა. მაგრამ ფიქრობ რომ აქაც რო დაინტერესდეს გამოძიება, ეს როგორ გადაეცა, ეს როგორ რა ფასად გაიყიდა, როგორ ესეც ცალკე საუბრის თემა დარწმუნებული ვარ, აქაც იქნება, იმიტომ რომ ესენი რამეს რო აკეთებდნენ ყველაფერი და მინდა რომ გააგრძელოთ ხა საინტერესო რაღაც საუბრობდით. უბრალოდ გეგმა, ნაციონალური მოძრაობის გეგმა, რომ თბილისის სისტემაში, მერიის სისტემაში დაასაქმოს, გაამაგროს თავისი აქტივისტები, მოამზადოს შემდეგი არჩევნებისათვის. ბაღებთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, ჩაიშალათ ეს გეგმა, იმიტომ რომ ჩვენ წავედით სერიოზული წინააღმდეგი და იმის მერე დასუფთავების სამსახურში ეს აღმოაჩინეს და ეს არ არის მარტო დასუფთა, ეს 764 ადამიანი, ეს ერთი ეპიზოდია მარტო, თორე ისინი სისტემატურად იყენებდნენ მერიის ბიუჯეტს, იგივე ამხანაგობების კუთხით, მუნიციპალიტეტების საშუალებით, სოციალურ-დახმარების გაცემის საშუალებით თავისი აქტივისტებისათვის და ეს სერიოზულად, ანუ ბაღებთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ მე დღეს დამერეკეს დამითხეს, რომ უკვე აღარ ხორციელდება, შეჩერებულია ეს ორი ისაგი კოორდინატორის ხელფასიანი დანიშნა, თუმცა წარდგენები უკვე იყო. ამდენად უკვე იგუგულავა და იძულებულია, რომ გაუწიოს უკვე ნელად თანდათანობით საზოგადოების სხვა მოთხოვნილებას, უკვე ღია მოთხოვნილებას თბილისელების, რომ არ უნდათ ამ რეჟიმთან შეგუება, რაცაც უგულავას და ის პროცესები, რაც დაწყებულია საკრებულოში, ჩვენ თავში თქვით, რომ უმრავლესობის რღვევასთან დაკავშირებით ახალი რეალობა ამის საშუალებას იძლევა და ამის აუცილებლობა დგება, რომ შეიქმნას ახალი უმრავლესობა საკრებულოში, ის იყოს ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე. ჩაყვენ მე მგონი ნაციონალურ მოძრაობას. არავითარ შემთხვევაში, მithumetes ისინი თავისუფდებიან თვითონ ნაციონალური ნაციონალური მოძრაობის წევრები, საკრებულოს წევრები, მათი წნეხისაგან და ისინი თავის აუმშევის წინაშეც უფრო ამაყიდა მხრებგაშლილი იქნება, რომ შეძლებენ თავის რეალიზებას როგორც საკრებულოს წევრები. ხალხო გულიკოს არის და გადავალ ბატონ მამუკასთან კითხვით და შემდგომში შემოუშვათ ზარი ეთერში. დიახ, გისმენთ. ალო? დიახ, გისმენთ. გამარჯობათ, მოგესალმებით. გისმენთ. მე ვარ ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც უკანონოდ გამანთავისუფლეს ერთ-ერთი საბავშვო ბაღიდან პოლიტიკური ნიშნით. პოლიტიკური ნიშნით განთავისუფლება არჩევნებს არ შეუცვლია არაფერი, ისევ გრძელდება საბავშვო ბაღებში, ისევ ადამიანების წეწოლა, ისევ დაჩემება, ისევ განთავისუფლებები, ხელშეკრულებების ბოდიში ქალბატონო, ერთი წამი. საინტერესო თემა ეს გლობალურია. სექტემბრამდე, ეხლა უკვე ისევ გათავხედდნენ და გადასული არიან სანქციების ხელშეკრულებებზე. თუ ვინმე თანამშრომელი გამოიჩენს იმ ინიციატივას, რომ სიმართლე თქვას, სიმართლე დაილაპარაკოს,
მოდის უკვე გადის 3 თვე და ხდება თანამშრომლების განთავისუფლება. ისა ქალბატონო, ჩაგეძიები და ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე. ქალბატონო, ჩაგეძიები და თქვენ თუ ისურვებთ, ჩვენ აუცილებლად ჩავერთვებით ოპერატიულად აღნიშნულ საკითხში. ეხლა თქვენ თუ გინდათ ღია ეთერში მითხარით თქვენი სახელი გვარი რომელი ბაღია, თუ არა და რომ ესე იგი თქვენ გაგიყვანენ ეთერიდან ჩააწერინეთ თანამშრომლებს თქვენი სახელი გვარი, თქვენი კოორდინატები და ჩვენ აუცილებლად ყისიერად დღესვე დაგიკავშირდებით და თქვენ უფლებებს აუცილებლად დავიცავთ, იმიტომ რომ რეალურად ეს ხალხი ისე გათავხედა, რომ აი ესე ღვაწმოწილ ადამიანებს, რომლებიც ემსახურებოდნენ აი საბავშვო ბაღებს, ყრიან და იქ ნიშნავენ აი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს. თქვენ, ალო, გესმით თქვენ? აი გავიგეთ. და მე აი მამკრე ხარ. ესე ამასთან რადგან კითხვა დასვა, ესე იგი ბაღების თემა არის ძალიან გლობალური და ძალიან სერიოზული თემა რა. ეს პოლიტიკური ნიშნით განთავისუფლებები, ეს არის რეალური. სახელმწიფო 2-7 წელში დირექტორები გაანთავისუფლეს ერთი ხელის მოსმით და მთელი ამ ხის მანძილზე და აი ამ ბოლო არჩევნების წინაც კი ანთავისუფლეს სწორედ პოლიტიკური ნიშნის ქვეშ. თუ კი შეამჩნევთ მათ, რომ არ იყო ნაციონალური მოძრაობის მომხრეები. ამიტომ ეს ბაღების პრობლემა და სხვათა შორის უგულამთით რო დაგვიქნია რუსთავი 2-ის ეთერი და ჩვენ რომ მივუთით რომ თითქოს რაღაც ჩვენ ვაკეთებდით ვაწყობდით აი ამ წინაღდოგობებს მის ისა ნაგავსაკეთთან დაკავშირებით კონკრეტულად იქ ახსენა დაანებეთ თავი თბილის დაანებეთ საბავშვო ბაღებს წარმოგიდგენთ იმიტომ რომ საბავშვო ბაღები მიაჩნია მას კიდევ თავის ერთი სერიოზულ დასაყრდად და მე ვფიქრობ აუცილებლად უნდა თქვა ამის შესახებ რომ ნიკოლოზ რომ ეს არის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ეს არის უმნიშვნელოვანესი დაწესებულება და აქ პარტიული ნიშანი პარტიული კუთხე უნდა გამოირიცხოს აუცილებლად ხალბატონო გულგო აი მე მინებად რომ ამკა თქვენთან გადმოვიდე კითხვით აი თქვენ მე ვიცით რომ გარკვეულწილად ხართ საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ამავდროულად ჩვენ ერთად ბრძოლობდით კიკვიდის პარკში და უფლებების დაცვის კუთხით აქტიურად ჩართული აი იმ დარღვევებზე აი გარდა აი ამ საბავშვო ბაღების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა იმ დარღვევებთან დაკავშირებით აი რომელზეც ჩვენ ვილაპარაკ კიდევ აი რა შეგიძლიათ ილაპარაკო იმ უკანონობაზე რომელიც ხორციელდება წლებია იმიტომ რომ მე ვიცი რომ თქვენთან შემოდის იმ აპარატში რომელშიც თქვენ ხართ არაერთი საჩივრები განცხადებები ახლა ძალიან კარგი ზარი იყო და ამაზე ჩვენ აუცილებლად გარკვეულ რეაგირებას გავაკეთებთ მოკლედ ჩაწერილი იქნება მათი კოორდინატები აი რა შეგიძლიათ თქვა კიდევ აი იმ გუდაურის თემის გარდა კიდე აი კონკრეტულად აი რა თემებზე შეიძლება რომ დაინტერესდეს გამოძიება, იმიტომ რომ რეალურად ამ ხალხს ეგონათ რომ ეს ქვეყანა იყო მათი და თბილისიც იყო მათი. და აი კონკრეტულად აი რაზე შეგიძლიათ კიდევ აი გაამახვილოთ ყურადღება. დიახ, მე კონკრეტულად რა პოლიტიკას აირჩევს შესაბამისი საგამოძიებო სამსახურები ვერ გეტყვით. აქ ორი საკითხია. არა, თქვენ თემებთან დაკავშირებით ის ერთი რომ მიყვება ბოლომდე და შესაბამის პასუხისგებაში მიცემს ყველა ასე ვთქვათ თუ ყოფილ მაღალჩინოსანს თუ ყველა ადამიანს ვინც რაღაცა ფორმით ამ ბოროტებაში რასაც ნაციონალური მოძრაობის მმართველობა ერქვა ქვეყანაში ასე ვთქვათ ვინც მონაწილეობდა ყველას ან მეორე მიმართულება დაისჯება მხოლოდ გარკვეული წრე ამ ადამიანების და ალბათ უფრო რაღაცა შემკვეთები თუ დამკვეთები როგორც გლებავთ ესე ვფიქროთ ეს უკვე გამოძიების საკითხია მე ვფიქრობ რომ ამ ფორმით წავიდეთ უფრო ჯობია რომ მასიური იმიტომ მე ვთვლი რომ თუ ამ ფორმით წავალთო დაპატიმრებით ყველა დასაჭერი ვინც კი რაღაცა ფორმით ჩართული იყო პროკურორებიც გამძიებლებიც უფრო ზევით უფრო ეხა მე ვინც 2009 წელს დამაპატიმრა ადმინისტრაციული წესით დაწყებული შემსრულებიდან დაწყებული დამთავრებული მოსამართლემდე შემილია გითხრათ რომ არ ვიცი რა ფორმით ბრალი დაუმტკიცებათ მაგრამ ყველა პატიმრობაშია მე რატო გითხარით ყველამ დაარღვია ანუ მამკა ჩაგეძებ მე იმიტომ გითხარით აი თქვენ თემები აი თქვენ გაიშიფრა იქ რომ ანუ ამ წინა საარჩევნო პერიოდში ეს შოუ ბიზნესის წარმომადგენლები რომ ამათ უჭერდნენ ხა და კონცერტებზე აი ათები დასტური ამის ახლა მე ძალიან დიდ პატივს ვცემ თეატრალურ კვარტეტს ხო ეს ადამიანები იყვნენ იქ ხელფას იღებდნენ და გარკვეული დამოკიდებულება ჰქონდათ ნაციონალური მოძრაობის მიმართ იმიტომ რომ იქ ხებულობდნენ ეხლა აი სხვადასხვა რგოლები რომ ჩვენ გავანალიზოთ აი მერიის სხვადასხვა სამსახურების ეხლა იქ მარტო ის არ არის დასუფთავების სამსახური
იქ რომ ჩვენ აი ინფორმაციები მივაწოდოთ შეიცვალოთ. არ არის გამორიცხული, რომ სხვა იქ ამოტივტივდეს, როგორც შოუ ბიზნესის, ისე კულტურის, სხვა მუშაკები, რომლებზეც დამოკიდებულები იყვნენ ამაზე. ანუ ხელფასსაც იღებდნენ და რეალურად. ამიტომ მთლიანად შესასწავლია საქმიანობა. მთლიანად შესასწავლია და ამას ვამბობ ახლა ყველას ვინც იღებდა ამ ხელფასს თუ გარკვეულწილად კონფორმისტული იყო ნაციონალური მოძრაობის მიმართ, ამიტომ ვამბობ რომ უნდა დადგეს ვიღაცების პასუხისმგებლობის საკითხი და არა ქვედა დონეებზე. თორე საზოგადოებამ ეს სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადოს. საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამ 9 წლის განმავლობაში რაღაცა ფორმით დეგრადირდა, იცით? უკვე დამოკიდებულების გარეშე საზოგადოების გარკვეულ სეგმენტს უჭირს ცხოვრება და ადაპტირება გარემოსთან. მე დარწმუნებული ვარ იმ პირობებში, როდესაც არავითარი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ზეწოლა, არავის რო არ თხოვს, რომ გინდა თუ არა ჩემზე დამოკიდებული იყავი, საზოგადოების გარკვეული ნაწილიდან იქნება და არის კიდევაც. ბევრს უკვე ხედავ და ძალიან ნათლად იკვეთება, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ვიღაცა პიროვნებებს პირობითად აქვთ სურვილი, რომ ამჯერ დამოკიდებული იყვნენ ქართულ ოცნებაზე. ქართული ოცნება ამას არ აკეთებს და ეუბნება, რომ მე ვაშენებ დემოკრატიულ თავისუფალ სახელმწიფოს, სადაც რა ფორმითაც გინდა, როგორც თავისუფალი მოქალაქე ისე იყავ. ნუ ჩამომეკიდები მე როგორც მმართველ პარტიას. თავარია და ამას ვამბობ, საზოგადოება მიეჩვიოს ამას, გამოვიდეთ ამ 9 წლიანი პერიოდიდან, როდესაც გვაიძულებდნენ ყოფილიყავით დამოკიდებული და თავისუფლად ვადაპტირდეთ ამ ახალ რეალობასთან, თავისუფლად შევძლოთ, ასე ვთქვათ, ცხოვრების გაგრძელება ახალ რეალობაში. თორე ყველას დაჭერა ბუნებრივია არ მოხდება და ეს ასე არ დადგება ამ ფორმით საკითხი. დიდი მადლობა ბატონო მამუკა და მე შენ დაგიბრუნდები თქვენ. აი ქალბატონო გულიკო, მე შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ქალაქ თბილისის მერია ოპოზიციაში უდგავს ცენტრალურ ხელისუფლებას. აი პირადად შევსწრები ვარ მე და არაერთხელ მოუმართია ჩემთვის, რომ აი საქალაქო სამსახურები აი ნამდვილ საბოტაჟს ახდენენ. აი მაგალითად ეს მაშინ ავტობუსებში რომ დადიან ეს კონტროლიორები. აი ისე უდიერად ეკცევიან მოსახლეობას და ეუნებიან. ეხლა ბიძინა ივანიშვილმა გადაგიხადოს ის ფული, ან აი ეს დასუფთავების სამსახური და ესე იგი აი ხალხს როგორ მიმართავენ, იცი რაღაცა აბა ბიძინა ივანიშვილი თუ გინდოდათ ეს, ანუ რეალურად მიდის ისეთი ტენდენციები, ჯერ ეგერთიც ფაქტია, რომ ჯერ ეს ადამიანი რამდენიმე თვეა მოსული და ესე იგი მთელი ეს კამპანია მისკენ არის მართული. ხა დღეს იყო ღარიბაშვილის განცხადება, რომ შპრიცებს ყრიანო პადიეზდებთან, რომ ამითი ეხა ადამიანი გადიხარ, უცხოდ ხედავ, ეხა არის ვინ დაყარა, ესე იგი აი ეს არის უკვე და დარწმუნებული ვარ, რომ აქ ჩართული იქნება რეალურად მე დიდი ალბათობით შემიძლია ვთქვა და ეჭვების გამაჩნია ამისთვის, რომ ვინ თუ არა ის ხალხი, ვის ხელფასს იღებს, ეხლა რეალურად ვინ უნდა გააკეთოს ეს, ვინ უნდა განახორციელოს, ის ვინც დავალებულია მათგან და დღეს ყველაზე დიდი ბერკეტი არის ეს ქალაქ თბილისის მერია, ხო? და აი ამ კუთხით ფიქრობ, რომ მე აქ შესასწავლე და აი თქვენ რო თქვით, აი უმრავლესობაო, ეხლა ჩვენ ნამდვილად ვერ დაველოდებით ამოწურვას. თუ არის ეხლა სამუშია გადმოვიდა. აი როგორი არის თანაფარდობა დღეს საკრებულოში, რამდენი ხმაა საჭირო, რომ უმრავლესობა მოიპოვოთ თქვენ? იმიტომ კი უმცირესობაში ხართ, მაგრამ თუ არის იმისი ალბათობა, რომ ან ის ხალხი თუ მოეგეთ ჭკუას და მე მგონი არ უნდა ჩახვდეს სამარაში ნაციონალურ მოძრაობაში. ზოგიერთ მედია საშუალებამ ახლა არასწორად გაიგეს ქრისტიან დემოკრატების გადმოსვლა, არ ნიშნავს ნაციონალურ მოძრაობიდან გადმოსვლას. ისინი მოიაზრებოდნენ, რა თქმა უნდა, ოპოზიციის ფლანგზე და ჯამში ვიყავით 17 ადამიანი 47-დან, ну 3 ადამიანი ადრე გავიდა. 47 ადამიანი, 24-25 კაცი გვჭირდება ახალი უმრავლესობის შესაქმნელად და ეს პროცესი დაწყებულია. მე ვთქვი უკვე, რომ ადამიანებს ნაციონალურ მოძრაობიდან აქვთ განცდა იმისა, რომ რაღაცა წელგამართული და თვალში შეხედო თავის ამორჩევლებს და რეალურად გააკეთონ ის საქმე, რაც როგორც საკრებულოს წევრს ევალება და იურთიერთობენ ამორჩევლთან, რაც აი ამ უღოლავას რეჟიმის პირობებში წარმოუდგენელია. ამიტომ ისინი ალბათ გააკეთებენ არჩევანს. არიან ასეთი ადამიანები, გვარებს და სახელებს არც ვასახელებთ, არ არის საჭირო, მაგრამ ეს იქნება შეუქცევადი პროცესი, ახალი უმრავლესობა აუცილებლად შეიქმნება. ეს არის ახალი რეალობასთან შეხვედრა, თვალის გასწორება და მოუწევს გიგი უგულავასაც შეეგოს ახალ რეალობას. არაფრით არ უნდა მან დაიჯეროს, რომ უგულავას უფრო სხვა რეალობის არაფრით არ უნდა დაიჯეროს. იმდენად ერთ ძარი შემოუშვათ და გავაგზავნოთ გისმენთ? ალო, გამარჯობა გენაცვალე. ჯაჰან ქალბატონმა რო თქვა, იქიდან დავიწყებ საბავშვო ბაღების პედაგოგია. თქვენ განთავისუფლებული ხო არა ხართ? ისეთი თემა არის. დიახ, გისმენთ? ეს საბავშვო ბაღები ჯერჯერობით კიდევ ქალაქის მერიის დაქვემდებარებაშია. ეგ კი არა, შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილებები რო განყოფილებებია. ჯერ ისინი არ ემორჩილებიან
ბოლომდე იმას, რა ქვიან, ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრს. ნამდვილად არ ემორჩილებიან გეფიცებით. მაგრამ კი იქამდე არიან მისულები ძველი. ხალბატონო, კითხვა რა არის თქვენი გასაგებია? კითხვა ის კი არ არის, მე ვიდა დაგიმოწმოთ, რომ ჯერ კიდევ დიდგულად არიან და მაგათი აქტივისტები იყვნენ, ძალიან დიდი ბოდიში უნდა ვახსენო ერთი სიტყვა. აი ქუჩის კითხვა რა უნდა იყოს, ის უნდა მიეხედოს დროზე გამოიცვალოს კადრები შინაგან საქმეთა სამინისტროსი. და მე მოგვარდება გეთახმებით ქალბატონო სავსებით გეთახმებით. არიშინიათ აქტივისტებში და ისინი ერთად არიან შეკრულებით, გადავიჯერეთ. კარგით, მადლობ. აი იცით რა არის ისა იმდენად ცუდი განწყობილება უქმნიდნენ ადამიანებს ნაცვალ მოძრაობის კოორდინატორები რომ აი ეს ანტაგონისტური განწყობილება შექმნილი და ნამდვილად უნდა სწრაფად გადაიდგეს ნაბიჯი რა ანუ გიგი უგულავა სისტემა რეჟიმი ქალაქში უნდა ჩამოცილდეს და შეიქმნას ახალი რეალობა თვითმმართველობაში ეს არის აუცილებელი იმიტომ რომ აი იმდენად გამაღიზიანებლები არის ეს კოორდინატორები თქვენ ბძარეთ რომ აი ამას ისინიც კი ასე აკეთებენ და მე ვიცი ახლა მაქვს არ არის ახლა ამ ეთერიდან საჭირო თუ როგორ ელაპარაკებენ მეზობლებს როგორ ესაუბრებიან იქ საბავშვო ბაღებში იგივე თანამშრომლები ბაღის დირექტორი იქნება თუ სხვა კოორდინატორი ასე რომ ეს უნდა მოისპოს ეს არ უნდა იყოს არასოდეს არ უნდა იყოს რა საბავშვო ბაღის სააგენტო ჩვენ არა ჩვენ ძალიან სერიოზულად მუშაობთ ბატონო ნიკოლო საბავშვო ბაღების თემაზე მუშაობთ ნამუშევარი გვაქვს მასალები გვიდევს დარღვევებთან დაკავშირებით, განთავისუფლებებთან დაკავშირებით, დღეს არსებულ სიტუაციებთან დაკავშირებით, იმ პროფესიონალურ მასწავლებლებთან დაკავშირებით დღეს მუშაობენ, მაგრამ უნდათ რომ მართლაც სკოლამდელი დაწესებულება იყოს სკოლამდელი დაწესებულება და რამით ამასთან დაკავშირებით გითხრათ, საჯარო რეესტრიდან ამოვიღეთ ინფორმაციები და საბავშვო ბაღების დარეგისტრირებული არიან, უწერიათ საქმიანობის ტიპის სასადილო. Ну, ესე იგი, ეს ვის მოვიდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება არ არსებობს თბილისში, რადგან საქმიანობის ტიპი საბავშვო ბაღი წერია საჯარო რეესტრის დოკუმენტში ამ ამბოჭდილს და საქმიანობის ტიპი სასადილო. ესე იგი, სკოლამდელი აღზრდა ეს უმნიშვნელოვანესი, ესე იგი, პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში, ჩვენი ერის მომავალი ამ ასაკობრივ ზღვარზე გადის და ამ დროს სასადილო. ესე იგი, მათ ჭირდებათ ისინი აპირებდნენ საბავშვო ბაღების გაყიდვას, გასხვისებას და ამიტომ იყო რომ ამ ჩინოვნიკების, ბობოლა ჩინოვნიკების ნათესავები მყარად იყვნენ ჩამჯდარი დირექტორება და სხვადასხვა წარმომადგენლებად საბავშვო ბაღში. ეს შემოვიყავ და შემდგომ ბატონ მამუკასთან გადავალ და ის კითხვა დასვით თუ შეიძლება ალო დიახ გისმენთ მოგესალმებით პირდაპირ ეთერში ვარ კი თუ შეიძლება ქალბატონ გულიკოს მინდა ერთი შეკითხვა დაუსვა ქალბატონ გულიკო მე გახლავართ 2010 წელს ქართლის საკრებულოს აპარატის უფროსის ქალბატონ მარკა დაცუკიშვილის მიერ უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომელი მე წლების განმავლობაში მუშაობდი თბილისის საკრებულოში და მათ მიიღეს უკანონო გადაწყვეტილება 1 ნოემბერს გაგვათავისუფლეს 39 თანამშრომელი სამსახურიდან ჩვენ მოვითხოვთ რომ თბილისის საკრებულოში ამასთან დაკავშირებით შეიქმნას კომისია გთხოვთ ძალიან რომ დაგვეხმაროთ თქვენ და თუ შეიძლება ამასთან დაკავშირებით რომ მიპასუხოთ და როდის შეიძლება თქვენთან შეხვედრა კარგით, მოკლედ უპასუხოთ. კი ბატონო, საკრებულოში ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მობრძანდეთ, ვიცის ამის თაობაზე შემოვიდა წერილი ჩემს სახელზე, პირადად ჩემს სახელზე. ამ განთავისუფლების შესახებ ჩვენთვის ცნობილია და ვაპირებთ ის გადაუგზავნოთ საკრებულოს თავმჯდომარეს კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, ან სპეციალურ ჯგუფთან დაკავშირებით, რომელიც შეისწავლის კონკრეტულ ამ პრობლემას, იყო დიახ, ერთი ხელის მოსმით გაუშვეს აპარატიდან რამდენიმე ათეული თანამშრომელი. ბატონო, მე თქვენთან მოკითხვით აი პოლი განთავისუფლებებთან დაკავშირებით წამოვიდა ზარები და ძალიან ბევრი ადამიანი განთავისუფლდა მერიიდან, მერიის სხვა სტრუქტურებიდან და დაინიშნენ ეს კოორდინატორები. აი თქვენ უშუალოდ აი რა შეხებლობა გაქვთ, ანუ ამ ხალხს სასამართლოში აქვს დაწყებული ეს პროცესები, აი რა ინფორმაცია რომელ პერიოდზე ვსაუბრობ? აი ეს უგულავას პერიოდზე. ახლა ბოლო პერიოდში. დიახ. არა, მთლიანად აი ეს ამათ მახო თავიანთი კადრებით აი ჩაანაცვლეს. ეხლა მაგალითად ერთ კორპუსს ორი კოორდინატორი უკვე ემსახურებოდა და რეალურად აი ეს ხალხი ხა რომლებიც რეკავენ აი თუ არის რაღაცა შექმნილი სამართლებრივი თქვენ თუ გაქვთ ხა მე ვიცი რომ თქვენი წარმომადგენელი საქართველოს ნაცვალ ბაჭავარიანი არის იქ და ანუ რეალურად აი თუ არის რაღაც სამართლებრივი ამ ხალხს აი ხა ვინც რეკავენ ეს ხალხი ამათ ჭირდება დახმარება სამართლებრივი თუ რაღაც შექმნილი მაგკუთხით რომ აი რაღაც დავეხმაროთ დიახ კი ბატონო ეს არც ისე მარტივი საკითხი არ არის და არც მარტივად ესე არ დგას საკითხი რომ გაუშვეს ვიღაცა თანამშრომელი
უკანონოდ რაღაცა სრულიად დაუსაბუთებლად და მე არ მიკვირს რომ მარიკა დათუკიშვილს შეეძლო ვიღაცა ამ ფორმით გაეთავისუფლებია რაღაცა ბერკეტები რომ კონდეს და შესაძლებლობა ალბათ სიამოვნებით გამიშვებდა მეც არა მხოლოდ საკრებულო და შეიძლება სახელმწიფოდან საერთოდ ქვეყნიდანაც არ მიკვირს თუმცა მე დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს რომ ძალიან მალე დასრულდება ის პერიოდი როდესაც პარტიული აქტივისტები არ იქნებიან თუნდაც საკრებულოს აპარატის უფროსები მარიკა დათუკიშვილი აპარატის უფროსი არის იგივე პარტიული აქტივისტი, იგივე ფორმით დანიშნული. და აი ამ ხალხს როგორ დავეხმაროთ აი ხა ეს ვინც და იცით რა არის ძალიან ცუდი, როდესაც ხა სოციალურმა ქსელმა ძალიან Facebook-მა ძალიან საჯარო გახადა სხვადასხვა თანამდებობის პირების და პოლიტიკოსების ცხოვრებაც და საქმიანობაც მათ შორის. და საკრებულოს აპარატის თანამშრომელთა უმრავლესობის გვერდებზე თქვენ ნახავთ ფოტოებს რომელიც გადაღებულია ნაციონალური მოძრაობის ლიდერებთან ერთად სხვადასხვა პერიოდის განმავლობაში საარჩევნო კამპანიის დროს. მე ვფიქრობ, რომ საჯარო მოხელე ეს მისი არჩევანია, ვის პოლიტიკური კამპანიაში ჩაერთვება და რომელი პოლიტიკური პარტიის წევრი იქნება. თუმცა ანომალია, როდესაც საჯარო სამსახურში დასაქმებული ყველა თანამშრომელი არის ყველა ერთი მართველი პარტიის წევრი და მის სასარგებლოდ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობს. და საჯარო სამსახურში, ასე ვთქვათ, დასაქმების საფუძველი და გარანტიც არ აღშდება მისი კომპეტენცია და პროფესიონალიზმია, არამედ ის რომ ლოიალურია, ხშირ შემთხვევაში პარტიის წევრია, ხშირ შემთხვევაში პარტიის აქტივისტურ საქმიანობასაც ეწევა და მართველი პარტიის და ამის საფუძველზე მოხდა დანიშვნა. მე არ ვიცი აქ რა ფორმით შეიძლება მოხდეს რომ ასე ვთქვათ, ჩანაცვლება ამ ადამიანების ალბათ უნდა მოხდეს ბუნებრივია, არა მხოლოდ საკრებულოში, ქვეყნის მასშტაბით და ეს არ არის პოლიტიკური გათავისუფლება. ძალიან ხშირად საუბრობენ პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნაზე. პოლიტიკური ნიშნით შეიძლება დევნა განახორციელო პოლიტიკოსზე. მაგრამ საჯარო მოხელეები, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით არიან დანიშნულნი და პროფესიონალიზმის ნიშნით გაუშვებ მე ვფიქრობ რომ აქ კითხვის ნიშნებს მოხსნის და პრობლემაც არის მაგრამ ამოუწურა 2 წუთში მთავარია პროცესი იყოს წუთიც აღარ დავჭა უკვე 40 წამი დავჭა დიდი მადლობა ისე გაირბინა თითქოს 1 საათია მაგრამ ბევრი იყო სასაუბრო მე შეგახსენეთ რომ დღეს ჩვენ სტუმრად ვყავდა საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება თბილისელების თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე და საქართველოს გზის ლიდერი მამუკა ბალიაშვილი მე დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ თქვენ იმ ინფორმაციისათვის და იმედს ვიტოვებ რომ ის პრობლემები რომლებზეც ჩვენ ვისაუბრეთ უახლოეს ხანში გადაიჭრება და მართლაც საკრებულოსაც პრობლემებს ჩვენ გადავჭრით დიალოგის გზით და არა პოლიციის გზით როგორც საკრებულოშიც და მერიაში იქნება ის ხალხი რომლებიც რეალურად საღათ აზროვნებ და ის ხალხი მართლაც ვის შერჩენია ქართულ ნაციონალურ მოძრაობას კი მიწაში არ ჩაყვებიან მართლაც მის ლიდერს დიდი მადლობა